კვირას 29 მარტს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში საკვირაო ლიტურგია აღევლინა. დღეს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს ღირს მარიამ ეგვიპტელს, წმინდა ამბროსი აღმსარებელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ღირს პიმენ სალოს და ანტონ მესხს, წმინდა მოწამე საბინეს, წმინდა მღვდელმოწამე ალექსანდრეს, რომის პაპს, წმინდა მოწამე ივლიანეს, წმინდა მღვდელმოწამეებს ტროფიმეს და თალესის, ლაოდიკიელ ხუცესებს. ღვთისმსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრამ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შეამაღავლინა. თანამსახურებდნენ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი, ახალქალაქის კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და სხვა სასულიერო პირები. წირვის დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღესრულა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართა მიტროპოლიტმა შიომ. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ყოვლად სამღვდელონო მეუფენო, პატიოსანო მამანო, ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ დიდი მარხვის მეხუთე კვირას, ღირსი დედა მარიამ ეგვიპტელის ხსენებას. ეს დღე კიდევ ერთი შეხსენებაა ჩვენთვის წმინდა ეკლესიის მიერ, თუ რა დიდი სიკეთეა ჩადებული ადამიანის ბუნებაში და როგორი ნათელი ძალები და შესაძლებლობებია საიდუმლოდ დაფარული ყოველ ადამიანში. თქვენ იცით, რომ მარიამ ეგვიპტელი თავდაპირველად არაწმინდა ცხოვრებით ცხოვრობდა და შემდეგ შეინანა. სინანული რა არის? ეს არის ცვლილება. აზროვნების, ცხოვრების, მთელი მიმართულების, ცხოვრებისა. და აი მარიამ ეგვიპტელი ისე შეიცვალა, ისეთი ცვლილება მოხდა მასში, რომ ბუნების სტიქიონებზეც კი მბრძანებლობდა. როგორც მისი ცხოვრებიდან ვიგებთ ჩვენ, მდინარე იორდანეზე ფეხით დადიოდა და ლოცვისას ჰაერში იწეოდა. აი ასეთი საოცარი ცვლილება მოხდა მასში. და რა ცვლილებაა ეს? ის გადავიდა არაწმინდა ცხოვრებიდან წმინდა ცხოვრებაში. და სიწმინდე რა არის? ეს არ არის მხოლოდ ხორციელი ვნების დამარცხება და სიძვის დამარცხება. ეს არ არის ჯერ კიდევ საკმარისი სიწმინდისთვის. არამედ სიწმინდე არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ადამიანის მთელი პიროვნება, მისი სულიერი ძალები, მშვინვიერი, ფიზიკური მიმართულია ღმერთისკენ. გახსნილია სულიწმინდის მიღებისთვის. და ეს სულიწმინდა შემოდის ადამიანში და მას გასწმენს, განასულიერებს. ესე იგი, ეს არის სულიწმინდის დამკვიდრება ადამიანში. ამრიგად, ჩვენ როდესაც საუბრობთ სიწმინდეზე, ეს ნიშნავს, რომ საუბრობთ სულიწმინდაზე და მის მოქმედებაზე. აი, წმინდა იოანე ღვთისმეტყველი, მოციქული, წერს, რომ ეს სოფელი ბოროტსა ზედა დგას. ესე იგი, ქვეყანა დანთქმულია ბოროტებაში. ეს მართლაც უდავოდ ასეა და იგივე მოციქული სხვაგან ამბობს, სხვაგან წერს, რომ ნუ შეიყვარებთ ამას სოფელს და ნურც სხვა რამეს ამას ოფლიურს. შეიძლება ზუსტად არ ვამბობ ეხლა ციტატას, მაგრამ დაახლოებით ასეა. ნუ შეიყვარებთ ამას სოფელს და ყოველივეს ამას ოფლიურს. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს სამყარო ღვთისაა. ღვთის შექმნილია. ამიტომ ეს სიტყვები მოციქულისა არ ეხება ყველაფერ იმას, რაც ღვთისგან არის ამ სამყაროში. ღვთისგან კი ძალიან ბევრია. ბევრი სიკეთეა. ულევი სიკეთეა ღვთისგან და ღვთისა. და ის სწორედ ამაზე ქადაგებს წმინდა ეკლესია.
ამას გვახარებს ეკლესია. და სწორედ სინანულის გზაზე, სინანულის მეშვეობით იხსნება ჩვენთვის ეს დიდი სიკეთე, რომელზეც მოგახსენებთ და რა არის ეს დიდი სიკეთე? ეს არის ღვთისგან მომავალი, მარადიული სინათლე, ჭეშმარიტი სინათლე, ქრისტეს აღდგომის სინათლე. და აი სწორედ ამას შეგვახსენებს წმინდა ეკლესია დიდი მარხვის ყოველ კვირას. გახსოვთ პირველი კვირა, მართლმადიდებლობის ზეიმი, რას გვეუბნეოდა, რომ ღვთის ხატებაა ჩადებული ადამიანში. შემდეგ იყო გრიგოლ პალამას სწავლება, რომ რა არის ეს ღვთის ხატება, რომ ეს არის საღვთო ენერგია, ღვთისგან მომავალი შუქია და მადლია. და რომ ჩვენ თანაზიარნი ვართ ღვთისა. მესამე კვირა იყო ჯვრის გამობრძანება ტაძრის შუაგულში, საღვთო სიყვარულის დიდი გამოვლინების და ნიშნის და სიმბოლოსი, რომელიც ჩვენ გვიცავს ხილული თუ უხილავით ტრებისგან და რომელსაც ჩვენ ჩვენს სხეულზე ვატარებთ. ნახეთ როგორ გვანუგეშებს დიდ მარხვაში წმინდა ეკლესია. მეოთხე კვირას რა იყო? იოანე კიბისახსრელის ხსენება, სადაც ეკლესია გვეუბნება ჩვენ რომ არსებობს ეს სულიერი სრულყოფის გზაზე აღმავალი კიბე, სადაც შეიძლება ადამიანმა მიაღწიოს სრულყოფილებას და განხრტობას და ღმერთთან თანაზიარებას. და აი დღევანდელი კვირა არის ამის დასტურად და ნიშნად, ნიმუშად ეკლესია წარმოგვიდგენს ღირსი დედა მარიამ ეგვიპტელის ხსენებას, რომელმაც მიაღწია ესე დიდ სრულყოფილებას. იმდენად რომ ვიმეორებ ბუნების სტიქიონებზეც კი ბრძანებლობდა, როგორც მის ცხოვრებაშია ნათქვამი. ამრიგად ჩვენ ვიცით, რომ სინანულის გზა მიმყვანებელია დიდ სიხარულამდე, დიდ მადლამდე, რომელიც ხსნის ჩვენში და ჩვენთვის აი ამ სიკეთეს, საღვთო ნათელს. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ ვიცით, რომ ბოროტსაზე და დგას ეს წუთის სოფელი, როგორც ამბობს მოციქული, მაგრამ რატომ ვიცით ჩვენ ეს? იმიტომ რომ ასევე ვიცით, არსებობს სიკეთე, არსებობს საღვთო სინათლე და ეს ძალიან ბევრია სამყაროში. და ეს ჩვენ გვეძლევა, მაგრამ ეს რომ გაიხსნას ჩვენში, ამისთვის საჭიროა ეს სინანულის გზა, რომელზეც მიგვითითებს ჩვენ წმინდა ეკლესია და რომლისკენაც მოგვიწოდებს ძვირფასოძმებოდადე. ამიტომ დღეს ვევედროთ წმინდა ღირს დედა მარიამ ეგვიპტელს, რომ მისი მაგალითის შემხედვარეებმა მას მიუბაძოთ და შევძლოთ ვუპასუხოთ ეკლესიის ამ დიდებულ მოწოდებას, რაც არის ჩვენი დანიშნულება და არ დავთმოთ არაფერი ჩვენს რწმენაში, სიკეთის რწმენაში, ჩვენს რწმენაში ღვთისადმი და რწმენაში ადამიანისადმი. აი ამის მაგალითი კი გახლავთ ჩვენი დიდი კათოლიკოს პატრიარქი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ამბროსი აღსარებელი ხელაია, რომელიც ამ წმინდა ტაძარში არის დასვენებული, განისვენებს, რომელმაც აღსარებლობის ღვაწლით დაამტკიცა თავისი ერთგულება ღვთისადმი, სამშობლოსადმი და ადამიანისადმი. შეგვეწიოს ასევე მისი მადლი, მისი ლოცვა და დღეს ჩვენ ისევ და ისევ ვიხსენებთ მის უწმინდესობას და უნეტარესობას, ჩვენ ძვირფას კათოლიკოს პატრიარქს, წინამძღოლს ილია მეორეს, რომლის სულის მოსახსენებლადაც ჩვენ ახლა გადავიხადეთ პანაშვიდი და ისიც გახლავთ დიდი მემკვიდრე ამ ჩვენი დიდი წინაპრების, პატრიარქების, რომლებმაც ჩვენამდე მოიტანეს მთავარი ღირებულებები, მთავარი საუნჯეები, რაც უფლისგან გვაქვს ჩვენ მოცემული. და კიდევ ერთხელ ვთქვათ ის, რომ ამ დღეებში ღმერთმა დაგვანახა ჩვენ მისი პიროვნების მნიშვნელობა და სიდიადე, რომ ჩვენ ესე იგი არ ვწდებოდით მრავალი ჩვენგანი, როდესაც ვამბობდით და ხას უსვამდით იმას, რომ კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს ღვაწლი არის ჭეშმარიტად სამოციქულო.
იმიტომ რომ ის რაც დღეს ჩვენ ვიხილეთ საქართველოში ამ დღეებში, ამას არ შეიძლება სხვა რამ ეწოდოს თუ არა 60 ქულო მსახურების და ღვაწლის გამოვლინება. და ეს უფალმა მოახდინა ეს საოცრება, სასწაული მისი ხელით, აღძრა მთელი საქართველო, მთელი საქართველოს გულები ჩვენი ყველასი მისთვის მადლობის სათქმელად და წუხარების გამოსახატავად. ღმერთმა დაალოცოს მისი უკტავი სული, ღმერთმა მოიხსენოს და სასუფეველსაც ათასად დაამკვიდროს. კიდევ ერთხელ გილოცავთ მარიამ ეგვიპტელის კვირას, მისი ლოცვით ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ. მარიამ ეგვიპტელის ლოცვით და შეწევნით ღმერთმა დაალოცოს, გაამთლიანოს, გააძლიეროს სრულიად საქართველო. ამინ. ძვირფასო ძმებო და დებო, მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს შესრულდა 30 წელი ახალქალაქის კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზის დემთავრად ხელდასხმიდან, ასე რომ მიულოცოთ ეს ღირსშესანიშნავი თარიღი, უსურვოთ მრავალჟამიერ მსახურება, წარმატებული მსახურება და ვთხოვოთ მის უწმინდესობას და უნეტარესობას კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს, რომ შეგვეწიოს თავისი ლოცვებით, მეუფე თქვენ შეგეწიოთ, ჩვენ შეგვეწიოს, რომ შემდგომი ჩვენი ცხოვრება ეკლესიური ღირსეულად წარმართოთ, ღმერთმა გაგაძლიეროთ. სიონის საპატრიარქო ტაძარში ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა დეკანოზმა იაკობ მახნიაშვილმა ახალი კათოლიკოს პატრიარქის გამორჩევის საკითხზე დღეს ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. საკვირაო წიგნოლოცვას აღავლენს პატრიარქის მოსაყრე მეუფეშიო, მოდი გრძელდება ასევე და ასე იქნება 40 წლის განმავლობაში პანოში და მოკლედ დავიწყოთ დღევანდელი დღით და ამით. მამაო, სანამ ბოდიშ გიხდით ჩავეჭრები ამ კითხვაზეც და რადგანაც არ მაქვს სხვა კითხვის დასმის საშუალება, აქვე გკითხავთ სამომავლო კითხვები არსებობს, რა თქმა უნდა, პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით. ჩარევა და ზეწოლა ხომ არ ხდება, როცა მაგალითად ხელისუფლების პროპაგანდისტებისგან გვესმის მოწოდება, რომ მეუფეშიოს სასარგებლოდ კანდიდატურები მოხსნან. დღევანდელ დღეს დიდი მარხვის მეხუთე კვირას ძალიან მნიშვნელოვანი კვირაა, რადგან ვემზადებით უკვე დასასრულის კვირებისთვის, ეს არის ნებიშვიდეული უფლის აღდგომა და განსაკუთრებითი ლოცვითი და მარხვითი მომზადება მიდის ამ დღეებში და დღევანდელ დღეს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მაღალყოვლად უსამგდელო ეს მეუფეშიო აღასრულებს წირვას და ეს არ არის მხოლოდ ესეთი სიმბოლური ქმედება, ეს არის გულითადი ლოცვითი კავშირი ღმერთთან, ღვთისმშობელთან და მის უწმინდესობასთან, რომ მისი უწმინდესობა, რომელიც არის შემოქმედი თანამედროვე ამ ეკლესიისა, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ და სადაც ცხოვრობთ, ამ ეკლესიაზე მზრუნველობას შესთხოვს, ამ ეკლესიის წინამძღოლობას შესთხოვს, რომ გააძლიეროს უწმინდესმა ქართველიერი ეკლესია მოსაყდრე მეუფეშიო იმისთვის, რომ კეთილად უწინამძღვროს ამ პროცესებს. როგორც გითხარით, დიდი მარხვის ეს ბოლო კვირებიც დაემთხვა და განსაკუთრებული სულიერი მდგომარეობა აი ამ პერიოდში ეკლესიაში. მამა იყო მასწავლებელი გთხოვთ ბიურილებათა ყოვარი და ზადიდია ეკლესიაზე მათ შორის ბოლო პერიოდში შეტევა. პატრიარქი ვინ იქნება შემდგომი პატრიარქი? ვიცით რომ ამ გადაწყვეტილებას იღებს სინოდი. რატომ იყო მნიშვნელოვანი და რას ნიშნავს ზოგადად? მოდი ერთ რამეს გადაწყვეტილება 2017 წელს, როდესაც მან მოსაყრე. კი ბატონო, აი ამ ორ კითხვას უყურებთ. პირველ რიგში ჩვენ მიჩვეული ვართ სახელისუფლებო არჩევნებს, სადაც ვნებათა ღელვა ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიებთან, კანდიდატებთან დაკავშირებით და აი ეს პროცესები, რომელსაც მიჩვეული ვარ და ჩვეულია, არ უნდა გადმოვიტანოთ საეკლესიო სულიერ ველზე. რადგან აი მაგალითად თქვენ ფიქრობთ, რომ სინოდი დაიწყება, რა თქმა უნდა, იხემძღვანელება იმ დებულებით, რაც ეკლესიაში არსებობს, მაგრამ არავინ არ ფიქრობთ, რომ ეს სინოდი იწყება ლოცვით. ამ ლოცვაში სინოდის წევრები შესთხოვენ ღმერთს, სული წმინდას, რათა მადლმოსილად, მადლის მიერად, ღმერთის ჩარევით წარიმართოს ეს საქმეები. ეს არის სულიერი ველი, სადაც აი კატეგორიები, სულიერი კატეგორიები, როგორც არის ღვთისნება, ღვთისგანგებულება, ღმერთზე მინდობა, ღმერთის მიერ გამორჩევა, ღმერთის მიერ ქმედება. აი ეს სულიერი ტერმინები ჩვენთვის საერო ამბებს მიჩვეულ, ცოტა შეიძლება უცხო იყოს და სინამდვილეში ეკლესია ამ განზომილებაში ცხოვრობს, ამ წესრიგი ცხოვრობს. დღევანდელ დღესაც მეუფეები, მეუფეშიო შესთხოვენ, ანუ ნახეთ, მარტო ის საერო თვალით რაც ჩანს, მარტო ესე არ არის პროცესები. არის სულიერი მხარე და მაგით არის ხოლმე თხოვნა, რომ რევლისადმი, ტელევიზიებისადმი, რომ გასაგებია ეს ვნებათა ღელვა, მაგრამ იქნებ ჩვენი მოთმინებით
აი ამ ლოცვისთი გარემოს არ დარღვევით, ყველანი შევეწიოთ, რომ მართლაც ღმერთი იმოქმედებს ყველა შემთხვევაში. უბრალოდ ჩვენ შფოთი არ შემოიტანოთ. ღმერთი რომ არ მოქმედებდეს 1700 წელი ეკლესია ასე მტკიცა დღევანდელ დღემდე ვერ მოვიდოდა. მნიშვნელობა აქვს პატრიარქის გადაწყვეტილებას 2017 წელს, როდესაც მან ძალიან დიდი გამოარჩია მეუღლე თავშივე ერთი კითხვა მე ვიმსაუბრა აღარ მახსოვს უკაცრავად კოლეგებო თავშივე ვკითხე მამაოს ჩემი კითხვაზე პასუხი არ მიმიღია პატრიარქის გადაწყვეტილებას 2017 აი ამ გადაწყვეტილებაზე ეხლა არის როგორც თქვით მორწმუნე ადამიანისთვის პატრიარქის ეს ქმედება მთელი ეკლესიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ თუ დააკვირდებით, ისე ვიმეორებ, შეიძლება ფორმალურად ჩვენ წავიკითხოთ უწმინდესის ეს განცხადებული ანდერძია თუ განცხადება არის, ხო, საჯაროდ გამოიტანა, მაგრამ იქ იწყება ლოცვითი სიტყვებით, სახელითა მამისათა, ძისათა, სულისაწმინდისათა. ასევე უწმინდესის კომენტარი უძღოდა წინ, რომ ეს არის წმინდა გიორგის მიერ მისი მეოხებით მიღებული გადაწყვეტილება. ეს ისეთი რკინის ურყევი, სულიერი წყობა და ლოგიკა, რომელიც მორწმუნე ადამიანისთვის ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს. რა თქმა უნდა, უწმინდესი სინოდის ყველა წევრს თითქმის, ყველა წევრი მისი ნაკურთხია მღვდელმთავრად და ყველა წევრს უმრავლესობას მაინც ბავშვობიდან იცნობს. მათ შორის მეუფეშიოსაც. ყველას აქვს თავისი ღირსება, ყველა მღვდელმთავარს, ყველა სასულიერო პირს. ალბათ მეუფეშიოში დაინახა სწორედ ის უნარები, ის თვისებები, რომელიც აგერ ნაყოფიც ვნახეთ. 9 წლის განმავლობაში ის პირუთვნელად იცავდა კურთხევას და მორჩილებას მისი უწმინდესობისას. ჩვენ დავინახეთ ეს სამგლოვიარო დღეები და დიდი მადლობა ქართველ ერს ყველა თქვენგანს ამ ხარში დგომისათვის და ასე კეთილშობილურად წარმართვისათვის და აქაც დავინახეთ ერთი მხრივ მეუფეშიოს აი ესეთი მტკიცე ლიდერული თვისებები, მეორე მხრივ კოლეგიალობა, შეთანხმებულობა სხვა მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან. ასე გაგრძელდება ყველაფერი. რაც შეეხება თქვენ კითხვას, ამდენ ინფორმაციას მე ვერ ვფლობ, არ იგრძნობა არაფერი გარე ჩარევა აი ამ შფოთის, ჩვენი ადამიანური შფოთის გარდა არაფერი ნამდვილად არ იგრძნობა ეკლესიაში, რომ ვინმე რამეს ცდილობდა. შიგნით მიმდინარეობს პროცესები. მეუფეებს რომ კანდიდატურები მოხსნან და გარკვეულწილად ეს ხომ არ არის ზეწოლად. თავზე მოხველა აზრები. ეგ მე მაგდენ ინფორმაციას არ ვფლობ, არ მაქვს კომპეტენცია ასე დაწვრილებით. უბრალოდ მე როგორც ადამიანი, რიგითი წევრი, ვერ ვხედავ აი ამ ჩარევებს. ვხედავ ლოცვას, წირვას, როგორ შესთხოვენ დაჩოქილი გულმხურვალი. კიდევ კრიტერიუმების მიხედვით, აი დებულების მიხედვით, რომელი მიტროპოლიტები აკმაყოფილებენ ამ კრიტერიუმებს, მეუფე დანიელს განიხილავდნენ, თუმცა მაისში უსრულდება 60. პირველი სინოდი რომ ჩატარდება, იქ მოხდება ინტერპრეტაცია სწორი, პროფესიონალური ამ მუხლების, ვინ რას აკმაყოფილებს და როგორ წარიმართება. ბევრი ღირსეული ადამიანია, მაგრამ როგორც გითხარით, მე პირადად როგორც მორწმუნე ადამიანი, რიგითი წევრი და მრავალი ადამიანი ჩვენი უწმინდესის გადაწყვეტილებას ან განცხადებულ ანდერძს რომ მოსაგდრეთ მეუფე შიო აირჩია თავისი თვისებების და უნარების გამო, ამას დიდ პატივს ვცემ და დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. სიონის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის პატივის მისაგებად მის საფლავთან ხალხის ნაკადი არ წყდება. აქ შეკრებილები სრულიად საქართველოს ეკლესიის მეთაურის გარდაცვალების გამო წუხარებას გამოთქვამდნენ. დიდმარხის მეხუთე კვირაა და რა თქმა უნდა ღვთისმსახურება აღესრულა კვირა დღეს სიონის საპატრიარქო ტაძარში და ის აღესრულა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ სინოდის სხვა წევრებთან და სამღვდელოებასთან და მორწმუნე საზოგადოებასთან მრევლთან ერთად დღეს წირვის შემდგომ აღესრულა მისი უწმინდესობის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი ჩვენ მთელი ერი ჯერ კიდევ რა თქმა უნდა გლოვაში ვართ, ჭირის უფლები ვართ, თუ შეიძლება ასე ითქვას მთელი ერი და კიდევ ერთხელ აღნიშნავთ იმას, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მობრძანდება, რათა პატივი მიაგოს მისი უწმინდესობის საფლავს. ერთი კვირაა, რაც მისი უწმინდესობის სხედარი დაიგზალა სიონის საკათედრო ტაძარში და ფაქტობრივად ხალხის ნაკადი არ შეწყვეტილა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი უწმინდესობისადმი ქართველი საზოგადოების ძალიან დიდ სიყვარულს. დიდი დანაკლისია ჩვენთვის, იმიტომ რომ
დავკარგეთ ეპოქალური ადამიანი. აი ამ ტკივილთან ერთად მოგცა კიდევ რაღაცა დიდი იმედი, რომ რწმენის და სიყვარულის და როგორც ის ქადაგებდა, რა ვიცი, შევძლოთ ყველა ქრისტიანმა თვითოეულოდ ჩვენთაგანმა, რომ ის რწმენა და ის სიყვარული, რასაც გვეუბნებოდა ჩვენი პატრიარქი, შევძლოთ ბოლომდე გვეტარებინოს და რა ვიცი, პატივი მივაგოთ მის აფლავსაც. პატრიარქის სახით საქართველოს ერის მამა დაკარგა. პირველ რიგში მინდა მთელ საქართველოს მიუსამძლებო პატრიარქის გარდაცვალება. ჩვენთვის ყველას მამა იყო და ძალიან გვიმძიმს მასთან გაშორება. მეუღლესთან და შვილთან ერთად მოვედით, რათა პატივი მივაგოთ პატრიარქის ხსოვნას. სამწუხაროდ ვერ შევძელით სამებაში მისვლა და ვეცადეთ, რომ აქ მაინც გამოგვეხატა ჩვენი პატივისცემა. გვიყარხარ პატრიარქო.